გაგვიმარჯოს ჩვენ ვისაც ძლიერ გვიყვარს ლიტერატურა. ვისაც ჩვენი საყვარელი ავტორის ხსენებაზე მარცხენა ხელი ბურძგლავს. ვისაც გონია რომ სიტყვას ერთ სიტყვას შეუძლია დაიტიოს მთელი სამყარო. და ვაგრძელებ ჯერომის სამი ყაზახი ნავში ჩემი თარგმანის კითხვას. არსებული თარგმანი ვარ მომეწონა. მე თვითონ თარგმნე. და ძალიან ხიარული კითხვა გამოდის, იმიტომ რომ მე თავშევკავებლად მეცინება ჯერომზე. შევეცდები ახსნა კიდევაც რატომ მეცინება. თუმცა სხვა ჩემი მოსწავლეებისთვის და ბევრი სხვა ადამიანისთვის, ვისაც ვიცნობ, ინგლისური იუმორი ცოტა არ იყოს და მიუღებელია, მაგრამ ჩემთვის ზედ გამოჭრილია. თავი მესამე. ასე რომ შემდეგ ღამეს ისევ შევიკრიბეთ. ხო, პირველი სამი ყაზახი პირველი და მეორე არსებობს. ვიდეოები შეგიძლიათ მოусმინოთ თუ დაინტერესდებით და აქ არის, ხო, მოკლედ ახსნას აზრი არ აქვს, მაინც თუ არ მოусმინეთ იმას ვერ გაიგებთ. ასე რომ შემდეგ ღამეს ისევ შევიკრიბეთ, რათა განგვეხილა და დაგველაგებინა გეგმები. ახლა პირველი მოსაგვარებელი საკითხი ისაა, თუ რა უნდა წავიღოთ თან, თქვა არისმა. ჯეი, შენ ქაღალდი იშოვე და ჩაიწერე. ჯორჯ, შენ საბაყლო კატალოგი მოიტანე და ვინმე ფანქარი მომაწოდოს და მე სიას ჩამოვწერ. აი, ესაა ჰარისი, თავი და ბოლო. ყოველთვის სადაა თავად იტვირთოს ყველაფერი და მე სხვები ზურგზე გადაანაწილოს. ჰარისი ჩემს საწყალბიძია პოჯერს მაგონებს ხოლმე. სახლში ისეთი ფუსფუსი წინ და უკან სირბილი და ალიაქოდი ატყდებოდა ხოლმე, რომ მთელი ცხოვრება ვერ მოესწრები. ხოლოდ მაშინ, როცა ჩემი ბიძა პოჯერი რაიმე საქმის გაკეთებას ითავებდა. ერთხელ მეჩარჩევემ შეკვეთის მიხედვით ჩარჩოში ჩასმული სურათი გამოგზავნა სახლში. სურათი სასადილო ოთახში შეიტანეს და იმას ყაელა და კედელზე ჩამოეკიდადა. დეიდა პოჯერმა იკითხა, რა უნდა ვქნათო, რაზეც ბიძია პოჯერმა უპასუხა, ეგ საქმე მე მომანდე თითის განძრევა არ მოგიწევთ ისე მოუგლიო. ხოდა პიჯაკი გაიხადა და საქმე შეუდგა. გოგო 6 პენიანი ლურსნების მოსატანად გაგზავნა და უკან ბიჭი მიაყოლა, რადგან ზომის თქმა დაავიწყდა. მერე თანდათან საქმე შეამცირა და მთელი სახლი შეაწრიალა. ბილ, წადი ჩემი ჩაქუჩი მომიტანე ყვირო და ის, ტომ, შენ კი სახაზავი მოარბენინე, კიდევ კიბე დამჭირდება, სამზარეულოს კამიც არ მაწყენდა, შენ კი ჯეიმ მისტერ გოგლსთან გადაირბინე და გადაეცი ჩემი დიდი მოკითხვა და დიდი იმედები, რომ ფეხი მალე მოურჩება. და თარაზოს ხომ არ გათხოვებთ, ისიც კითხე. სად მიდიხარ მარია, აქ მოდი და ნათურა დამიჭირე, გოგო რო დაბრუნდება. კანაფისთვის გაგზავნე და ტომისადღა, მოდი აქ შენ სურათს მომაწვდი. ჩემთვის ეს ოჯახურ სიტუაციაში ძალიან ნაცნობი სიტუაცია და არა მარტო ოჯახში, არამედ მთლიანად. სადაც ის არის ჯგუფური სამუშაო თანამშრომლობა საჭირო ზუსტად იგივე ხდება. მერე სურათს ასწევს, დაუვარდება ჩარჩოს ძვრება, მინის გადარჩენას ცდილობს და ხელს იჭრის. მერე ტკივილისგან გაგიჟებული მთელ ოთახში თახტის და ცხვირსახოთ ცეძებს. ვერ პოულობს, იმიტომ რომ იმ ბიჭაგის ჩიბეშია მუშაობის დასაწყისში რომ გაიხადა და ახლა მიავიწყდა სადადო. მთელი ოჯახი თავს ანებებს იარაღების შეგროვებას და ახლა მის ბიჭაკს ეძებენ. ის კი ტკივილისაგან ცეკვავს, მთელ ოთახს ედება და ხელს უშლის ყველას. ნუ თუ არავინ, საერთოდ არც ერთმა სულმა ამ სახლში არ იცის, სადაა ჩემი ბიჭაკი. არასოდეს გადავყრივ არ ასეთ ხალხს მთელი ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში, ჩემ პატიოსან სიტყვას გეფიცებით, ექვსნი ხარ. და ერთ ბიჭაკს ვერ პოულობთ, რომელიც 5 წუთის წინ გავიხადე. კარგი, ესე იგი მე თავად უნდა მივხედო ჩემ თავს. მერე წამოდგება და აღმოაჩენს, რომ მთელი ეს ხანი ზედიჭდა ბიჭაკზე და თან დაიძახებს. დაანებეთ თავიძებნას, მე თვითონ ვიპოვე. საჭირო აღარაა თქვენი დახმარება. ძაღლს უფრო გააგებინებს კაცი რამეს ვიდრე თქვენ. არა, ძაღლს კი არა, კატას უკეთ მომინახავდა ბიჭაკს. მერე ნახევარი საათით იცუხოვენ. ახალი მინა მოაქვთ იარაღებიც, კიბეც, კამიც და სანთელიც ადგილზეა.
და ის კიდევ ერთხელ თავიდან იწყებს ყველაფერს. მთელი ოჯახი გოგოების და დამლაგებელი ქალის ჩათვლით ნახევარწრედ დგას მის გარშემო დახმარებისთვის სრულიად მზად. ორ კაცს კამი უჭირავს, მესამე ასვლაში ეხმარება და მერე იჭერს, რომ არ ჩამოვარდეს. მეოთხე ლურსმანს აწვდის და მეხუთე ჩაქუჩს. როგორც იქნა ლურსმანი ხელში უჭირავს, მაგრამ უცბად და უარდება. აჰა, ამბობს ის გაბუტული ხმით. ეხლა ლურსმანს დაიკარგა. მერე ჩვენ ყველანი 4-ზე დავხოხავთ იატაკზე და ლურსმანს ვეძებთ. ის კი სკამზე დგას და ბუზღუნებს და თან გვეკითხება, რაზემდე მიპირებთ ასე სკამზე მის შილივით დგომასო. მთელი საღამო აქ უნდა გავატარო. ბოლოს და ბოლოს ლურსმანს პოულობთ, მაგრამ ახლა ჩაქუჩი აღარ აქვს. სადაა ჩაქუჩი? საჩენდაბაში დამეკარგა. ღმერთო მაღალო, შვიდნი ხართ მან დაბლა. დაჩოჩიალობთ რაღაცას და მაშინ არ უნდა იცოდა წავიღე ჩაქუჩი. როგორც იქნა პოულობთ ჩაქუჩს, მაგრამ ახლა კედელზე ლურსმნის ჩასაჭედებლად მონიშნული ადგილი დაიკარგა და თითოეულ ჩვენგანს რიგრიგობით მოგვიწევს მასთან ერთად სკამზე ავხტეთ. ვნახოთ, ხედავთ თუ არა ნიშნულს, რომელსაც რატომღაც ყველა სხვადასხვა ადგილზე პოულობთ, ის კი გულანძღავს და გვთათხავს და სკამიდან მყრის. მერე სახაზავს იღებს და ხელახლა ზომავს და დაადგენს, რომ კუთხიდან 31.5 და 3 მერვედი ინჩის დომებია და ცდილობს ზეპირად იანგარიშოს და ცოფდება. ჩვენც ვცდილობთ ზეპირად გამოიანგარიშოთ და ყველა სხვადასხვა შედეგს ვიღებთ და ერთმანეთს დავცინით და ამ საერთო აყალმაყალში თავდაპირველი ციფრი ყველას ავიწყდება და ბიძია პოჯერი ისევ იძულებულია ხელახლა გაზომოს. ამჯერად ის კანაფით ზომავს და ყველაზე სახიფათო წამში, როცა ბებერი სულელი 45 გრადუსიანი კუთხით არის გადახრილი სკამიდან და ცდილობს მისაწვდენზე კიდევ 3 ინჩის იქით მისვდეს რაღაცა წერტილს, თასმა ხელიდან სხლტება. თავად კი პირდაპირ ფორტეპიანოზე ეშვება თავფეხიანად და ერთადერთი რასაც აღწევს, ის დიდებული მუსიკალური ეფექტია, რომელიც იბადება მისი ხელფეხის, თავყობის და სხეულის ყველა დანარჩენი ასოს ყისიერი დარტყმით ყველა კლავიშზე ერთდროულად. მერე დაიდა მარია აცხადებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ბავშვები იდგნენ და ასე წყალაგინებას უშვებდნენ ყურში. ბოლოს ბიძია პოჯერი ისევ პოულობს ადგილს, ლურსმნის წვერს აჭობს შიგ მარცხენა ხელით, მარჯვენაში ჩაქუჩი მოუმარჯვებია, მაგრამ პირველივე დარტყმით საკუთარ ცერათიც ჩაბეგოავს და გამწარებული ღრიალით ხელიდან აგდებს პირდაპირ ვიღაცის ფეხის ცერათიცზე. ხმერთო ჩემო. დაიდა მარია ამ ყველაფერზე მშვიდად შენიშნავს, რომ შემდეგ ჯერზე, როცა ბიძია პოჯერი კედელში ლურსმნის ჩაჭედებას დააპირებს, უმორჩილებსაც თხოვს წინასწარ გააფრთხილოს, რომ თადარიგი დაიჭიროს და დედასთან გადაბარგდეს, სანამ ლურსმანი ჭედდება. ოხ, ეს ქალები, ბუზისაგან სპილოს გამოიყვანთ ხოლმე, პასუხობს ბიძია პოჯერი და იატაკიდან ვაი-ვაგლახით იკრიფება. რატომაც არა, მე ძალიან მიყვარს ასეთი სახლის საქმეები. და კიდევ ერთხელ წაჩანჩალდება საცდელად. მეორე დარტყმაზე ლურსმანი თაბაშირის კედელს ხრეთს და თავადად ჩიგვარდება. უკან ჩაქუჩის ნახევარი მიიღო. ბიძია პოჯერი ისეთი ძალით გადაქანდება კედლისკენ, რომ ცხვირის გაბრტყელების სერიოზული საშიშროება ამოქრება. მერე ისევ დავფაცურდებით, ვიპოვით თასმას, სახაზავს, ახალხვრელს გავაკეთებთ და ახლობით შუაღამისას სურათი ბოლოს და ბოლოს იყიდება. მართალია ცერად და სახიფათოდ მოყანყალებულად, კედელი მის გარშემო ისე გამოიყურება თითქოს ვიღაცამ ფოცხით გადაუარა და ყველა ნაცემ ნაბეგვით დალილავებული და სიცოცხლის ხალის დაკარგულები ვართ, გარდა, რა თქმა უნდა, ბიძია პოჯერისა. აჰა, ამბობს ის, ძიმე დააბიჯებს სკამიდან დამლაგებელი ქალის მაზოლებზე პირდაპირ და ამაყად დათვალიერებს არეულ დარეულობას, რომლის თალსახა შემოქმედი თავადაა. ზოგი კი ხელოსანს გამოიძახებს ხოლმე ასთი პატარა და ადვილი საქმის გასაკეთებლად. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან ბევრი სიტუაცია მახსენდა. ბებია ჩემი, ფიცა ჩემი. და ასე შემდეგ. მაგიტო ვიძახი ხოლმე, რომ მეთქი ოჯახის იგიჟია. ჩემი ბიძაშვილი მეჭხობა. ჰარისიც ზუსტად მაგ ტიპის კაცი გამოვა, როცა გაიზარდება. დანამდვილებით ვიცი, რომ ასე იქნება და მასაც მოვახსენე ჩემი აზრი. მე ვუთხარი ამდენი ტვირთის საკუთარ თავზე აღების უფლებას არ მოგცემ მეთქი. არა, ვუთხარი მე, შენ წადი და მოიტანე ქაღალდი და ფანქარი და კატალოგი ჯორჯი დაწერს და მე დანარჩენ სამუშაოს ვიკისრებ. პირველი სია,
რომელიც შევადგინეთ, გადასაგდები აღმოჩნდა. ცხადი იყო, რომ ტემზის ზედა შესართავები იმხელა ნავს ვერ დაიტევდნენ, რაც ჩვენ ჩამოთვლილი ნივთების გადაზიდვას ესაჭიროებოდა. ასე რომ სია დავხიეთ და ერთმანეთს მივაშტერდით. იცი რა, მგონი ყველაფერს უკუღმა ვაკეთებდით, თქვა ჯორჯმა. ისეთ ნივთებზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რომლებიც გამოგვადგებოდა, არამედ ისეთებზე, რომლის გარეშეც სრულიად შეუძლებელი იქნებოდა თავის გატანა. ხანახან ჯორჯი მართლაც რომ ჭკვიანი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, გაგიკვირდებათ ისეთის. ამას მე გადაჭრით ვუწოდებდი სიბრძნეს, არა მარტო მოცემულ შემთხვევასთან მიმართებით, არამედ ზოგადად სიცოცხლის მდინარეზე ჩვენი მოგზაურობისთვისაც გამოსადეგს. რამდენი ადამიანი ავსებს ნავს მთელი გროვა სულელური საგნებით, რომლებიც აუცილებელი ჰგონიათ, რათა მოგზაურობა სასიამოვნო და სიტყვებიც ავსე გამოვიდეს. იმდენს ტენიან, რომ ნავს ჩაძირვა ემუქრება. ლამის ამ გამოუსადეგარი ხარახურისგან, რომლის გარეშეც ყველა უკეთ იქნებოდა. როგორ ამოვსებენ ხოლმე საწყალ პატარა ნავს ლამის ანძის წვერამდე და ხვეწილი ტანსაცმლით და დიდი სახლებით, არაფრის მაგნისი მსახურებით და ბრწყინვალე მეგობრების მთელი ფარით, რომლებსაც სინამდვილეში ორშაურად არ ედარდებათ თავენთი მასპინძლები, არც აბაზად, ზვირადღირებული გასართობებით, რომლებიც სინამდვილეში არავის არ თობს, ცერემონიებით და მოდით, პრეტენზიებით და თვალშისაცემად დიდრული ატმოსფეროთი და ყველაზე მძიმე და გიჟური ტვირთი იმაზე ფიქრია, თუ რას იფიქრებს მეზობელი. ამიტომ ბუბუნება მხოლოდ მოყირჭება, სიამოვნება მოწყენილობისგან ლამისაა თავი მოგაკვლევინოს. ყველაფერი დანარჩენი ცარიელი სპექტაკლია, რომელმაც არამზადის რკინის გვირგვინისნაირად ლამისაა თვალებიდან სისხლი გადინოს და გაგიხეთქოს ტკივანი თავი, რომელსაც გიმკობს. ამაში სრულიად ვეთანხმები. ბუბუნება მაგარი მოსაწყენია. და სპექტაკლიც მაგარი. უაზრო ტვირთია. ადამიანო, მარტო ხარახურა, გადაყარე ნავიდან. მის გამო ხომ ნავი ასე მძიმედ მიიწევს წინ და ლამისა ნიჩბების მოსმით გული შეგიღონდეს. ნავის მართვა ისეთ სახიფათო და რთული ხდება, რომ წამითაც ვერ იხსნი თავს შფოთისაგან და ზრუნვისგან. ვერასოდეს გადაეშვები მეოცნებე მცონარობის ზღვაში. დრო არა გაქვს ქარისგან არეალებულ ჩრდილებს დააკვირდე თავთხელ წყალში. ბზინო მზის ხვევებს წყლის ჭაულზე, რომ ვერცხლისფერ ქერეჭად იტალღება. ან ბუმბერას ხეებს დინარის ნაპირზე თავიანთ ანარეკლს, რომ ჩასქერიან წყალში. ან ტყეებს მწვანით და ოქროთი სავსეს. ან შროშანებს თეთრად და ყვითლად დაფერილს. ან მშვიდად მონანავე ისლს და ლელს. ან ორქიდებს და ლურჯ დაუვიწყარებს. გადააგდე ტვირთი ადამიანო, შემზუგე ცხოვრების ნავი, რომელშიც მარტო ის დარჩება, რაც მართლა გჭირდება. უდრო სახლი და უბრალო სიამოვნებანი. ერთი-ორი მეგობარი, ვინც ღირსია მეგობარი ერქვას, ვინმე რომ გიყვარდეს და უყვარდე, კატა, ძაღლი, ერთი-ორი ჩიბუხი, საჭმელად ჩასაცმელი სამყოფი და სამყოფზე ცოტა მეტი სასმელი, რადგან წყურვილს ხიფათი მოაქვს. მაშინ ნავის თრევა ადვილი იქნება და არც ისე ადვილად დაემუქრება გადაყირავება ან ჩაძირვა და თუ მაინც ჩაყვა ტალღებს, არც დიდი უბედურება დატრიალდება. საღი და უპრეტენზიო საქონელი წყალს გადაურჩება. დრო დაგრჩება ორივესთვის, საფიქრელადაც და სამუშაოდაც. თავისუფლებას მისცემ დათვრე ცხოვრების სხივებში დრო გაჩერდება, რომ უხსოვარი დროის მუსიკა მოისმინო, ღვთის მიერ მონაბერი ქარი, რომ ახმაურებს გულის სიმებთან შეხებისას. დრო. ბოდიში მომითხოვია, მაგრამ აქი დამავიწყდა ისი დრო. ეს სენტიმენტალური გადახვევები, რომელშიც ასევე სიბრძნეა, დიდი ალეგორიები, რომლებსაც ასე მსუბუქად ხვევს, იუმორის, არ ვიცი, მოსასხამში. და მე უცბად ეს რადიკალური გადასვლები. რეალობაში თხოვესია, ხო, რაღაცა იმაში გაგიტაცებს, და მე უცბად დაგაბრუნებს რეალობას სწრაფად. ასე რომ სია ჯორჯს დაუთმეთ და მან ასე დაიწყო. კარავს არ წავიღებთ, განცხადა ჯორჯმა. ნავს ტენტი ექნება, გაცილებით მარტივიცაა და მოხერხებულიც. კარგად ჟღერდა, ამიტომ დავეთანხმეთ. არ ვიცი გინახავთ თუ არა, რაზეც ვლაპარაკობ. ნავზე რკინის გაუჭები მაგრდება და უზარმაზარი ტილო იჭიმება და სიმრგვლივ მაგრდება. და ნავი წამში გადაიქცევა მყუდრო პატარა სახლივით სივრცედ. თუმცა ცოტა ჩახუთულობა კია შიგნით. მაგრამ რასამ ყველაფერს აქვს თავისი ბნელი მხარე,
როგორც იმ კაცს უთქვამს სიდედრი, რომ გარდაეცვალა და დასაფლავის ხარჯებისთვის რომ მიაკითხეს. ჯორჯმა თქვა, რომ რადგან ასე მყუდროდ მოვაწყობით, დაგჭირდება ნოხი, ნატურა, საპონი, ჯაგრისი და სავარცხელი, რომელსაც გავიყოფთ. კბილის ჯაგრისი, ოეკ სათითაოდ, ტაშტი, კბილის საწმენდი ფხვნილი, საფარსი მოწყობილობა. ეს ყველაფერი ფრანგულ ვარჯიშს კი ჰგავს, მაგრამ და რამოდენიმე დიდი პირსახოცი საბანაოდ. შემჩნეული მაქვს, რომ ხალხი გრანდიოზული მასშტაბის თადარიგს იჭერს საბანაოდ, როცა სადმე წყალთან ახლოს აპირებენ წასვლას, მაგრამ არც იმდენს ბანაობენ ადგილზე რომ ჩავლენ. მასია, ზღვაზე რომ მიდიხარ, ლონდონში რომ ვზივარ და ვფიქრობ, ჩემთვის გეგმებს ვალაგებ, როგორ ავდგები სისხამ დილით, ყოველ დღე და საუზმემდე წყალს გადავისხამ ზღვაზე და ლამის რელიგიური სერიოზულობით ვალაგებ ჩემოდანში პირსახოცებს და საბანაო ტრუსებს. ყოველთვის წითელი ტრუსები მიმაქვს, მომწონს ხოლმე, როცა ჩემ თავს ამ ტრუსებში წარმოვიდგენ, ჩემი კანის ფერზეც ძალიან მიდის. მაგრამ ზღვაზე რომ ჩავალ, რაღაც ვეღარ უგრძნობ ხოლმე ისეთ თით სურვილს, დილადრიან ბანაობისა, როგორც ეს ქალაქში წარმომედგინა. უფრო იმას გრძნობ, რომ მინდა უკანასკნელ წამამდე გავჭიმო საწოლში წოლის ბედნიერება. მერე ჩამოვიდე და ვისაუზმო. ერთხელ თუ ორჯერ მადლმა გაიმარჯვა ცოდვაში ჩემზე. 6-ზე გარეთ ვიყავი ნახევრად ჩაცმული. ხელში პირსახოცები და საბანაო ტრუსები მეჭირა და უბედურად მიბანცალებდი ნაპირისკენ. მაგრამ ვერანაირი სიამოვნება ვერ აღმოვაჩინე სისხამდილი ზღვაში ყვინთვაში. მაინც და მაინც ჩემთვის შემოინახავენ ხოლმე ამ განსაკუთრებით გამჭოლ აღმოსავლეთის ქარს, რომ ძველ რბილში გამატანოს დილით საბანაოდ მიმავალს. განზრახ არჩევენ სამკუთხა ქვებს და სულ ზემოთ ყრიან. კლდის ნატეხებს გვერდებს ულესავენ და ქვიშაში ისედებ, რომ ვერ შევამჩნიო. მერე ზღვას აიღებენ და 2 მილის მოშორებით გადააქვთ. ისე რომ ხრებში აწურულმა 6 ინჩის სიღრმის წყალში ხტუნვა-ხტუნვით უნდა გავტოპო, სიცივისგან კბილს კბილზე მაცემინებდეს და როცა ბოლოს და ბოლოს ზღვამდე მივალ, კი არ მომეგებოს, ხელვარად შემომიტიოს. უზარმაზარი ტალღა ამიტაცებს და ჩაკუნტულს დამანარცხებს ქვაზე, რომელიც ზუსტად მაგისთვის დადეს იქ და სანამ ამოვილუღლუღება რა მოხდა მეთქი, ტალღა ბრუნდება და ახლაშუა ოკეანეში მიმატრებს. გამწარებული უსვამ მკლავებს ნაპირისკენ და თავში ერთადერთი აზრი მიტრიალებს. თუ მეღირსება კიდევ მეგობრების და მშობლიური კერის ნახვა და ვნანობ, რომ უკეთ არ ვიქცეოდი ჩემს პატარა დას ბიჭობაში. ყველა იმედი რომ გადამეწურება ტალღა უკან იხევს და ქვიშაზე ვარსკვლავასავით ცაცეცებ მოფართ ხალეს ვტოვებს. ფეხზე ვდგები და რომ მოვიხედები ვხედავ, რომ თურმე ასე თავგანწირვით 2 ფუტი სიღრმის წყალში ვერ ბრძოდი სიკვდილს. ასკინკილით ბრუნდები უკან, ვიცვამ და ფეხებს ძლივს მივათრევ სახლამდე. სადაც ყველას თავი უნდა მოვაჩვენო, რომ დიდად ვისიამოვნე. ჩემი აზრით, ქართველების 99%-ის გამოცდილება. ნებისმიერ დასვენებელ ადგილზე ზღვა იქნება, მთა იქნება თუ საზღვარგარეთ, ზუსტად ესეთია. და ამის მიზეზი არის ის, რომ ძალიან დიდი ეგო რო გაქვს და ძალიან პატარა ადამიანი რო ხარ, ანუ ინგაგებით რომ იმდენად დიდი წარმოდგენა გაქვს შენ თავზე, რომ არასოდეს არ ცდილობ თავი გამოსცა და უკეთესი გახდე და სირთულეებს შეებრძოლო. ანუ მაგალითად, უამრავი ადამიანი მიდის ევროპაში რამდენიმე დღიანი ტურით და ოთახში ატარებს თელ დროს, ტელევიზორს უყურებს, ან რაღაც შორს გადავდოთ თუ შეჩემოდიან და ფეხით უბრალოდ დართლოდან კვალოშიც არავლენ 24, ანუ ეგრევე სუფრაში შემოუჯდებიან და 24 საათი ანუ ერთმანეთის საზოგადოებაში ატარებენ. ანუ შაშან ერთ-ერთმა პოლონელმა ტურისტმა მკითხა, რომ უყურა ქართველების თავშებულ ღრეობას, რომ საერთოდ რისთვის მოდიანო აქ საკეიფო და თბილისში რესტორანში უკეთესად არ იქეიფებენ, რაშიც ძალიან დიდი ლოგიკაა, ხო? რომ რისთვის ამოდიხარ ამ ხელა გზაზე, თუ ერთადერთი რაც უნდა გააკეთო, უნდა დაჯდე და სასტუმროში იქეიფო. ანუ უბრალოდ თავს მაღლა არ იღებენ, რომ დაინახოს ად არიან. ერთხელ ერთს ურეკავ, ის კი თბილისელი არ იყო, კახელი იყო, ერთხელ ერთს ურეკავდნენ, რომ აბა როგორი ამანდო და რა ვიცი, კაცო თაი და წყალიო. ანუ მოდი ესე ვთქვათ, ილიასი არ იყოს ხო, რომ ჩვენ ცუც ხედავსო და ვეჯავრებითო. ანუ მე პირადად მასეთი რო არ მინდოდა ყოფილიყავი, იმიტომ გადავლახე ზღვა არ იყო, ასე რომ მეც ვაცნობიერებ, რომ ჩემში მაგ უზარმაზარი ინერტობის დანალექი და ვებრძვი მაგას ყველანაირად
იმიტომ რომ არ შეიძლება, რა ვიცი, ადამიანი ეგეთი იყოს, კაცია, ადამიანი არ დაგავწყდეთ ელიას სიტყვები. ხო და მე პირადად ხო ბევრი გამოცდილება მაქვს ესეთ ხალხთან. ხო და ეს რეალობა ხდება, ანუ პრაქტიკულად ადამიანები მართლა ეგეთი ისინი არიან, ანუ კომიკურები და მართლა ესე ფიქრობენ, იმიტომ რომ თუ რაღაცა საღიაზრი არ გაქვს, თუ თავისუფალება არ გაქვს, თუ არ მუშაობ შენ თავზე, დიდად არაფრით არ განსხვავდები. ანუ შენი ფსიქიკა არაფრით არ განსხვავდება ცხოველის ფსიქიკისგან. ანუ ისევე მოკლე მახსოვრობა გაქვს, ისევე ანუ ვერ აკავშირებ ერთმანეთთან ვერაფერს, ისევე არ უყურებ შენ თავს გარედან, როგორც ნებისმიერ ცხოველი. ან ჩვენ რატოღაც გონია, რომ ცხოველს გავხარ, მაინც გარეგნობაზე გადავდივართ, ხო? მაგრამ არა, საქმე ფსიქიკაშია. იმიტომ რომ ფსიქიკა პრაქტიკულად ცხოველებს და ჩვენ რაღაცა კიბეების საფეხურების მიხედვით გვაქვს, ხო? ადამიანი აღმოაჩენს ყველა ცხოველში საკუთარი ფსიქიკის რაღაც მონაკვეთს. მაგალითად, ჩემი კატა, რომელსაც ჩავკეტავდი არ შეიძლება დღეს თქვი ბავშვებთან ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ მე ძალიან ველური იყო და რომ ჩავკეტავდი და 2 საათის მერე მივაკითხოდი, ავიწყდებოდა რომ მე ჩავკეტე და სიყვარულით მეგებებოდა თავის დამტყვევებელს. ანუ რაც უამრავი ადამიანის ფსიქიკა არის, სიწყალობითაც ახერხებენ ტირანები ადამიანების დამორჩილებას. ოკეი, ამ გადახოვის მერე გავაგრძელებ. ამჟამად იმაზე ვლაპარაკობდით, დილაობით ხანგრძლივი ცურავება გამოგვაცხადებინა თუ არა. ჯორჯმა თქვა, რა სასიამოვნო იქნება დილით ნავზე გამოღვიძება და ანკარა წყალში გადახტომაო. ჰარისმა თქვა, საუზმემდე ცურვაზე ბოდიში უკეთ არაფერი აღვიძებს მადასო. ამტკიცებდა შემთხვევა არ ყოფილა მგელივით მადაზე რომ არ მოვაყვანეო. ჯორჯმა თქვა, თუ ბანაობის შემდეგ ჰარისი იმაზე მეტ შეჭამს, რასაც ჰარისი საზოგადოდ ჭამს, ჯობია ბანაობაზე საერთოდ უარი თქვასო. ისეც საკმარისი ოფლის ხორა მოგვიწევს ჰარისის სამყოფის საჭმლის ზიდვით დინარის აღმაო. მე ჯორჯს მოვუწოდე გაეთვალისწინებინა რა კარგი იქნებოდა ნავში სუფთა და კრიალა ჰარისთან ერთად ჯდომა. ამისთვის ღირდა რამდენიმე ასეული კილოგრამით ზედმეტი სურსათსანოვაგის აღება. მან ჩემი თვალსაზრისი აწონდა წონა და უკან წაიღო თავისი სიტყვები ჰარისის ბანაობასთან დაკავშირებით. შევდახვდით, რომ სამ საბანაო პირსახოდს წავიღებდით ერთმანეთის ლოდინით, რომ არ დავტანჯულიყავით. რაც შეეხება ტანსაცმელს, ჯორჯმა თქვა, ფლანელის 2 კოსტიუმი საკმარისი იქნება, რომ გაგვეჭუჭყება მდინარეში ჩვენ თვითონ გავრეცხავთო. კითხეთ, ოდესმე ფლანელის მდინარეში გარეცხვა თუ გიცდიაო? თუ გვიპასუხა, ახლა მაინც და მაინც მე თავად არ გამირეცხია, მაგრამ სხვებისგან ვიცი, რომ ძალიან ადვილიაო. ესეც რამდენია, ხო? ის რა ქვია, ყველა ისე შეკითხები თვითონ არის, მაგრამ მეგობარმა უთხრა. მე და ჰარისმა კი შეუწყნარებელი სისულელე გამოვიჩინეთ და დავიჯერეთ, რომ ჯორჯს ესმოდა, რასაც ლაპარაკობდა. და ეჭვგარეშე იყო, რომ სამი საზოგადოებაში პატივცემული ახალგაზრდა კაცი, თუმცა სტატუსის და გავლენის გარეშე და რეცხვაში სრულიად გამოუცდელები შეძლებდნენ თავიანთი საკუთარი პერანგების და შარლების ამორეცხვას მდინარე ტემზაში ცოტაოდენი საპნის დახმარებით. მომდევნო დღეებში ბედად გვეწერა საკუთარი მწარე გამოცდილებით გვასწავლა, რომ ჯორჯის აზიზღარი თვითმარქვია გახლდათ, რომელსაც ცხადი იყო, არაფერი გაიგებოდა ამ საქმის. ნეტა გენახეთ ეს ტანსაცმელები ყველაფრის შემდეგ, მაგრამ როგორც შილინგიან რომანში იტყოდნენ, მოვლენებს წინ გავუსწრებთ. ჯორჯის დაჟინებული მოთხოვნით წამოვიღეთ ასევე ბლომად საცვლები, წინდები და ხელსახოცები. თან რაღაცეების გასაწმენდად და შესამშრალებლადაც გამოდგებაო, ასევე ტყავის ჩექმები და სანაოსნო ფეხსაცმელები, იმ შემთხვევაში თუ ნავი გადაგვიყირავდებოდა. მესამე თავის დასასრული, რადგან ეს ტელეფონი ჯდება, მეოთხე თავს შემდეგ ვიდეოს ჩავწერო.